ევროკავშირთან ურთიერთობების პარალელურად დღევანდელი დღეც არ იყო გამონაკლისი, როდესაც შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთი იერიში მიიტანა ევროკავშირის ელჩის ჰელჩინსკის წინააღმდეგ ანტისამთავრობო მიტინგი უწოდა პაპუაშვილმა ღონისძიებას, რომელიც ევროპის დღესთან დაკავშირებით იმართება ამ წუთებშიც ექსპო ჯორჯიაში და ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება, მათ შორის ქართული ოცნების ლიდერებს, თუმცა შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს ამ ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა, სადაც საუბარია სწორედ ევროკავშირზე, მის იდეაზე, მშვიდობაზე, თანამშრომლობაზე და ის კიდევ ერთხელ ლანძღავს ევროკავშირის ჰელჩინსკის და ამბობს იმასაც, რომ ახლა მის პოლიტიკურ პოზიციას განსაზღვრავს ისიც თუ ვინ მივა ამ ღონისძიებაზე, ვინ ჩამოართმევს ხელს ევროკავშირის ელჩს, თუმცა აქვე აღსანიშნავია ის, რომ ელჩს მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე შეუძლია ნებისმიერ მხარეს შეხვდეს, მათ შორის როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ისე ოპოზიციას და მათ შორის ხელისუფლებასაც. ჩვენ შარშან ვიხილეთ, რომ ევროკავშირის საელჩომ ჩაატარა ანტისამთავრობო მიტინგი 9 მაისს, როდესაც ერთი სიტყვა არ დასცდენია ევროკავშირის ელჩს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 300,000 ქართველის შესახებ, რომ არა ეს მსხვერპლი, რომელიც გაიგო საქართველომ და ქართველმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომში, არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპის დღე არ იქნებოდა. სავარაუდოდ დღესაც იქნება ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი არასამთავრობო ანტისამთავრობო მიტინგი და ამ მიტინგში მონაწილეობის არანაირი სურვილი რა თქმა უნდა არ გვაქვს. მე ერთი რამე მაინტერესებს, რომ ვიხილავ თუ არა ამ თავყრილობაზე 4 ოქტომბრის მონაწილეებს, ხელისუფლების დამხობის თანაორგანიზატორებს პოლიტიკური მნიშვნელობით, ისინი ვინც გვემუქრებოდნენ ჩვენ ნეპალით. აი ეს ხალხი გამოჩნდება თუ არა მათ ღონისძიებაზე, ხელს ჩამოართმევენ თუ არა და თუ ჩამოართმევენ თუ არა ამ ხალხს. აინტერესებს 26 მაისს რომ დაანონსებული აქვს კიდევ ერთი 4 ოქტომბერი, ის ხალხი თუ იქნება ამ წვეულებაზე და შეკრებაზე, ხელს თუ ჩამოართვენ ახალს, იმიტომ ეს ბევრ რამეს აჩვენებს ქართულ ხალხს, აჩვენებს სინამდვილეში ვინ დგას საქართველოში სიძულვილის, ძალადობის და დაპირისპირების და რადიკალიზმის უკან. იყო გადაცდომები, მიმდინარეობს გამოძიება, ეს სიტყვები კი მოვისმინეთ შალვა პაპუაშვილისგან, რომელსაც ჩვენ დავუსვით კითხვა სპეცრაზმელების დაკავებასთან დაკავშირებით, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ კვლავ გაგრძელდება დაკავებების სერია, ან ამ 2 წლის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხა საგამოძიებო უწყებამ, ამ დრომდე დაედგინა მოძალადე პოლიციელები, ვინც თავს ესხმოდა ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საპროტესტო აქციებში და მხოლოდ 5 სპეცრაზმელია ის ვინც გამოავლინა საგამოძიებო უწყებამ თუ კიდევ მიმდინარეობს კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება, სწორედ ეს შევახსენეთ შალვა პაპუაშვილს, რომ ამ დრომდე დაუსჯელები არიან მაგალითად TV1-ის გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი პირები მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე და კიდევ არაერთი შემთხვევა, მათ შორის როდესაც დაკავების ავტომობილებში შეჰყავდათ მოქალაქეები და მათ ფიზიკურად უმოწყალოდ უსწორდებოდნენ და არაერთი მოქალაქე მოხვდა კლინიკაში არაერთი მძიმე დაზიანებით და შესაბამისად ახლა არსებობს არაერთი კითხვა, მათ შორის დავალებების გამცემი პირები დაისჯებიან თუ არა და ვნახოთ ამ კითხვებზე რა პასუხები მივიღეთ. პროკურატურამ რა მომენტში ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, ვნახეთ კიდევაც რომ არ დააყოვნა ბრალის წაყენება. იმ დღეებში ცდილობდნენ საქართველოს დამხობას, ქვეყნის დამხობას, ხედავდით ძალადობას პოლიციელების მიმართ, ხედავდით ძალადობას და პარლამენტის შენობის გადაწვის მსვლელობას, ხედავდით ევროპის დროშით შეიარაღებულ რადიკალებს, მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ ესროდნენ და ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ და რა თქმა უნდა ამ დროს ჩვენი პოლიციელები, სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იყვნენ დიდი გამოწვევის წინაშე. შესაძლოა ეს ადამიანების, რომელსაც დღეს ბრალი აქვს წაყენებული კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, ამ ადამიანებმაც იმ დღეებში მანამდე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ მოლოტოვის კოქტეილი ვიღაცას არ მოხვედროდა და არ დამწვარიყო ცოცხლად. გვახსოვს მაგალითად ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს მაკა ჩიხლაძეზე და ჩვენს ოპერატორზე გიორგი შეწირულზე თავდამსხმელები ამ დრომდე დასჯილები არ არიან. ანუ რა ხდება ამ საქმეებთან დაკავშირებით? მხოლოდ 5 სპეცრაზმელი არის დამნაშავე? რა თქმა უნდა, იყო სხვა ფაქტებიც, შრომანია რომ ყველა დაგდგინდეს.
და თქვენი აზრით მხოლოდ 50 ადამიანი იყო, რომელიც დაკავებული იქნა მაშინ, ვინც ძალადობას ჩადიოდა ამ აქციის დროს. პარლამენტის შენობაზე პირდაპირ კადრი არის, როგორ ესვრიან მაშხალებს პარლამენტის შენობის სამუშაო ოთახებს, როგორ ეკიდება ცეცხლის. იდენტიფიცირება ვერ მოხდა? ის ადამიანი სხვათა შორის, ვინც რამდენიმე სამუშაო ოთახი გადაწვა პარლამენტში, დღემდე არ არის გამოვლენილი. სეზმელები, რომლებიც სისტემაში მუშაობენ, არ აქვთ ინფორმაცია თუ ვინები არიან კონკრეტულ დავალებას ვინ ასრულებს, ან დავალების გამცემი ვინც არის ის პირი, რატომ არ არის დასჯილი ამ დრომდე? კიდევ ერთხელ დამოუკიდებლად სცემდნენ ადამიანებს, თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომ ეცემათ მანქანებში, როდესაც აღყავდათ დაკავების მანქანებს გულისხმობ. არის თქვენ დაკავების ჩასისხლიანებული ადამიანები რო გადმოდიოდნენ იქიდან საავადმყოფოში რომ მოხვდნენ. დაკავების მანქანაში რა ეხლა ეს კადრები არ გახსოვთ ბატონო? კადრები არის საჯარო კადრები რაც არის, ისიც საკმარისი არის, რომ ჩვენ დავინახოთ ფაქტები, სადაც იყო უფლებამოსილების გადამეტება. უნდა აღინიშნოს ის თუ რას ამბობს აქ შალვა პაპუაშვილი, როდესაც მას ვეკითხებით, მოხდა თუ არა იდენტიფიცირება იმ მოძალადე სპეცრაზმელების, რომლებიც სწორედ შემჩნეულნი არიან მოქალაქეების მიმართ ძალადობაში. ის ამბობს, რომ არათუ სპეცრაზმელების იდენტიფიცირება მოხდა, არამედ ზოგიერთი მოქალაქის იდენტიფიცირებაც ვერ მოახერხა საგამოძიებო უწყება, რომლებიც იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზე და არ არის გამორიცხული ამ განცხადებიდან. ჩვენ ვიფიქროთ, რომ დაკავებების სერია შესაძლოა გაგრძელდეს.